24 თებერვალს ზუსტად 3 წელი გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო უკრაინაში. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ახლაც და 2025 წელს უკრაინამ განაახლა შეტევა კურსკის ოლქში. და ამ საბრძოლო მოქმედებების ფონზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, თუმცა კიევის მონაწილეობის გარეშე. დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ სწორედ რაბედიელის უკრაინას ამ გლობალური გამოწვევების ფონზე, თუმცა თავდაპირველად მინდა გრაფიკულად გაჩვენოთ, რა ვითარება არის ფრონტის ხაზზე. რუსეთის საოკუპაციო არმია ცდილობს აღმოსავლეთიდან უკან დახიოს უკრაინული ძალები სიღრმეში და დაიკავოს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები. ფრონტის ხაზი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 1600 კილომეტრია, არის რამდენიმე აქტიურ კერად დაყოფილი. ძირითადი აქტიური კერა არის აღმოსავლეთის მიმართულებით და როგორც ვთქვით, ეს არის ლიმანის, ბახმუტის და პოკროვსკის მიმართულება. აქ არის რამდენიმე ინტენსივობის საბრძოლო შეტაკებები აქ და აქვს რუსეთის საოკუპაციო არმიას გარკვეული წინსვლაც. და ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით ეს არის დაახლოებით 4200 კვადრატული კილომეტრი, რაც ქართულ მასშტაბში რომ გადმოვიტანოთ, ეს არის დაახლოებით აფხაზეთის ტერიტორიის ზომის მქონე ტერიტორია, რაც დაიკავა 2024 წელს რუსეთმა. და ამისთვის 420,000 ჯარისკაცი დაჭირდა რუსეთს. რაც შეეხება კურსკის ოლქს, კურსკის ოლქში რუსეთმა თავდაპირველად დაკავებული უკრაინის მხრიდან ტერიტორია გარკვეულწილად გაათავისუფლა, თუმცა უკრაინული არმია რამდენიმე მიმართულებაზე კვლავ აგრძელებს იერიშებს და რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ახალი დასახლებული პუნქტი კვლავ დაიკავა, როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აღწერს თავის მიმოხილვებში. და ამ საბრძოლო მოქმედებების ფონზე, როგორც აღვნიშნეთ, არის აქტიური საუბარი თუ როდის უნდა დასრულდეს, რა პირობით უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში. მოვისმინეთ არაერთი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან, უკრაინის მიმართ, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, ასევე არის საუბრები, რომ ევროპა განიხილავს საკუთარი ჯარების გაგზავნას უკრაინაში, როგორც მშვიდობის გარანტად და ჩვენ ამ თემებზე ვესაუბრეთ სტუმარს, თუ რაბედიელის უკრაინას რას ნიშნავს დასავლური სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე და მოდით მოусმინოთ ამ ინტერვიუს. უკრაინის საკითხზე კვირის მნიშვნელოვან ამბებს სტუმართან ერთად შევაჯამებთ. ალტე უნივერსიტეტის პროფესორი ლევან სიხარულიძე უპასუხებს ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით ბატონ ლევან, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველი კითხვა მექნება ზოგადი. მსოფლიოში ამ ცვლილებების ფონზე რა გამოიკვეთა, რა ახალ ფაზაში გადადის ურთიერთობები, საუბარი მაქვს უკრაინასთან მიმართებაში ბოლოდროინდელ განცხადებებს. საერთაშორისო ურთიერთობები მუდამ დინამიური არის, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით საინტერესო გეთანხმები ეპოქაში შევდივართ. ზოგადად, ძალიან ზოგადად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჯერ კიდევ წინ ბევრი ნაბიჯი არის გადასადგმელი. ალბათ ეს მიმდინარე პროცესები გამოიწვევს ევროკავშირისა და ნატოს შიგნით კონსოლიდაციის გაზრდას. გარკვეულწილად გამოიწვევს ევროკავშირის შიგნით ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაზრდას. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გაიზრდება ევროკავშირის გაწევრიანების დაბრუნების სურვილი, ყოველ შემთხვევაში ბრიტანეთსაც ამის შესახებ არის საუბარი. იგივე შეიძლება ითქვას ნორვეგიაზე არ არის გამორიცხული, გარკვეულწილად დაჩქარდეს პროცესები თურქეთთან მიმართებაშიც კი. ბუნებრივია ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის მხრიდან გრენლანდიისა და ისლანდიის შემდგომ ინტეგრაციას, არასრულ გაწევრიანებას და აქ შიგნით შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ევროკავშირის თვალსაზრისით საფრანგეთი ალბათ გახდება წამყვანი, ყოველთვის იყო მეტნაკლებად თავის სტრატეგიული ტრადიციიდან გამომდინარე, მაგრამ წამყვანი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ხელთ აიღოს ახალ პოლიტიკურ ქარტეხილებში, ასე ვთქვათ, წინამძღოლობა და წინ წაუძღვეს ევროპას და ამ მხრივ მას საკმაოდ საიმედო მოკავშირე ყავს დიდი ბრიტანეთის სახითაც კი. რაც შეეხება წყნარი ოკეანისა და ინდოეთის ოკეანის აუზს, როგორც ჩანს ამერიკა შეინარჩუნებს რა თავის
ასე ვთქვათ, პოზიციებს ნატოში მეტ ყურადღებას გადაიტანს უფრო რაც ობამას ეპოქიდან მოყოლებული არის დღის წესრიგში. აღნიშნული მიმართულებით მას უკვე ყავს ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონიის და ფილიპინების სახით გარკვეულწილად მოკავშირეები. და რაც შეეხება უფრო სიღრმეში რომ შემოვიდეთ ევრაზიაში რომ შემოვიდეთ, ბუნებრივად ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართება ის უკრაინასთან მიმდინარე პროცესები, რამდენად მაღალი იქნება განსაკუთრებით ევროკავშირის ხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა ფაქტია რომ ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს რუსეთის პოზიცია კავკასიასთან მიმართებაში იქნება მეტად უფრო უკაცრავად და ხეპრე, თავხედი და უზრდელი. თქვენ ახსენეთ ევროკავშირი და ასევე საფრანგეთი, რომლის როლიც შეიძლება წამოიწიოს და საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საუბრობდა რომ უკრაინაში შეიძლება გაიგზავნოს სამხედრო ძალა, ფრანგული კონტინგენტი. ამას უკვე მიუერთდა დიდი ბრიტანეთი და საუბარი რომ ზელენსკი ამბობს რომ მინიმუმ 100,000 ჯარისკაცი ჭირდება უკრაინას ფრონტის ხაზის მთლიანი, ვთქვათ, გადანაწილებისთვის. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. როგორ შეიძლება ამის აი სამხედრო კუთხით რამდენად რეალისტურია და რამდენად საკმარისი იქნება ეს ძალა და ვინ უნდა გამოყოს? ხო, საფრანგეთი ამ შემთხვევაში მართლაც მოწოდების სიმაღლეზე არის, მოგვეხსენება, როცა დამთავრდა მიუნხენის შეხვედრა, იყო საკმაოდ დიდი დაბნეულება, აღარ გადავწყვეტებით მაგ საკითხებს. 17 თებერვალს დაუყოვნებელი ერთი შეხვედრა პარიზში, 19 თებერვალს მეორე შეხვედრა პარიზში, რომელიც არის დაუგეგმავი. შემდეგ იქნება თორცები უკვე ხვალანზეკ და ამას საკმაოდ კარგი შედეგი მოყვა, იქნა გამომდინარე, რომ ვაშინგტონმა გამოიჩინა ინიციატივა და მოგვეხსენებათ პარიზზე იყო საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიწვეულები არიან შემდეგ კვირას 22 თებერვლის შემდეგ საიმისოთ რომ აწარმოონ მოლაპარაკებები ზუსტად ისეთ საკითხებთან დაკავშირებით რომელსაც კითხულობ რა ძალები შეიძლება გაიშალოს და განთავსდეს იქ გეთანხმები საფრანგეთი იყო პირველი რომელსაც თქვა რომ საბოლოო ჯამში მოგვიწევს ევროპელებს 2500 ყოველ შემთხვევაში ფრანგებზე გაკეთდა აქცენტი ბუნებრივია სხვას ვერ დაავალებდა 2500 ფრანგის გაგზავნას დასაწყისში იყო საუბარი ბრიტანეთის პირველი დივიზიის მეოთხე შოტლანდიური საბრძოლო ჯგუფიდან დაახლოებით 2500 კაცის გამოყოფაზე, მაგრამ უკვე გადაწყდა უცბად არაფერი არ ხდება ბუნებრივია ეს ხდებოდა მოლაპარაკებების საფუძველზე და საერთო რაოდენობა მაიწია ერთ ფრანგულ და ერთ ბრიტანულ დივიზიამდე, რომელიც მთლიანობაში შეადგენს დაახლოებით 30,000 ჯარისკაცსა და ოფიცერს. ამ მონაცემებით ჩავლენ ისინი ვაშინგტონში თეთრ სახლში ამის შესახებ ექნებათ საუბარი დაახლოებით მათი გაშლა განთავსება მოხდება როგორც ჩანს იმისაც რომ უზრუნველყოფილი იყო საფრანგეთის ფლოტისა და ბრიტანეთის ფლოტის წარმომადგენლობა შავ ზღვაში დაიკავებენ პორტებს ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებს რუსეთს იმიტომ რომ მოგვეხსენებათ ერთ-ერთი ჩანაფიქრი იყო გაუყვეს შავი ზღვის სანაპიროს და ჩავიდეს ხერსონის გავლით ოდესაში ეს პორტები დაკავებული როგორც ჩანს იქნება ბრიტანეთის და ფრანგის სამხედროების მიერ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ფლოტი გამოჩნდება იქ, შესაბამისი საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და ამავე დროს ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ბრიტანელებს და ფრანგებს სურთ, რომ ეს არ იყოს სამშვიდობო ოპერაციების შემადგენელი ნაწილი და სახელწოდებაც საკმაოდ უცნაური შეურჩიეს. თარგმანი ცოტა ძნელია, მაგრამ ინგლისურად ჟღერს ასე insurance force. ანუ დაარწმუნოს უკრაინელები რომ ისინი არიან ევროპა, იყვნენ ევროპა, მომავალში დარჩებიან ევროპა და ევროკავშირი ბუნებრივია მათ უყურადღებოდ არ დატოვებს. აღსანიშნავია ისიც რომ ამერიკელებმა მოითხოვეს რომ თორცდები ვიცე-პრეზიდენტი იყო რომ ესგი არ უნდა იყოს დაფარული მეხუთე მუხლით და არ არის გამორიცხული ევროპელები ამაზე დათანხმდნენ. არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს და ხერსონის ოლქი ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით რომ იგი კონსტიტუციის თანახმად რუსეთის ფედერაციისა ეკუთვნის თავად რუსეთს და ზუსტად აქ განლაგებული ევროპული ქვედანაყოფები ბუნებრივია თავიდანვე მოსპობს იმის შესაძლებლობას რომ ვიღაცას პრეტენზიები გაუშვეს რომ იგი სამშვიდობო ოპერაციების დროს სრულად შემთხვევით ძალით დაიბრუნოს. გარდა ამისა არიან ბრაზილიელები, არის ჩინეთიც
აი სწორედ ამ საკითხზე უნდა მეთქვა, ეს იყო ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივა, მის მხრიდან გაჟღერებული, რომ ბრაზილიური და ჩინური ძალები უნდა განლაგდეს უკრაინაში და ეს იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი ნომერ პირველ გამოწვევად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩინეთი დაასახელა ტრამპმა. ეს გამოიკვეთა იგივე კანადასთან მიმართებაში, რომ ჩინეთიდან უკონტროლოდ შედიოდა ნარკოტიკი და ასევე კარიბის ზღვის აუზში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პანამის არხს გულისხმობ. ხო, კანადის წვლილი ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში შედენილ და შემოვალ ნარკოტიკებთან ძალიან დაბალი არის, მაგრამ ეგ სხვა თემა არის. ხო, ჯერჯერობით არც ჩინეს და არც ბრაზილიას არ გამოუთქვათ იმის სურვილი, რომ ისინი აპირებენ, თქვენ წარმოგიდგენთ წინა შეკითხვის, რომ 100,000 ეს არის დაახლოებით 300,000 კაცი, რომელიც შენ გჭირდება იმისათვის, რომ 100,000 კაცი 6 თვეში ჩაარნაცვლო კიდე 100,000-ით. ის დაასვენო, შემდეგ 100,000 მოამზადო და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა მიღებული გაქვს და ესეთი მარტივი როტაციის პრინციპები გიორგი კარგად იცი, ხო, ეს უზარმაზარი ციფრია. ამდენად რა თქმა უნდა, შეიძლება გამოჩნდეს მექსიკა, შეიძლება გამოჩნდეს პარაგვაი, მაგრამ ძალიან დიდი ციფრია და ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ევროპული ძალების მონაწილეობის გარეშე ეს ყველაფერი მოხერხდეს იმისა და მიუხედავად გასაგებია, რომ მოსკოვს ეს მაინც და მაინც არ უნდა და ყურადღება მიაქციეს ზოგადი განაცხადი, რომ არც ერთი ქვეყანა, რომელიც არის ნატოს წევრი სახელმწიფო, რუსეთისათვის არ არის მისაღები ამ სამშვიდობო ოპერაციაში, ხო, მაგრამ რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე უკაცრავად და მთელი ევროპა უკვე ნატოში არის გაწევრიანებული, ხო? მაშ ვინ? და აქ როგორ ჩანს ჩვენ თუ ვიტყვით რომ სამშვიდობო ოპერაცია ტარდება როგორ ჩანს ეს ჩატარდება არა მეშვიდე მუხლით რომელიც არის მშვიდობისათვის იწულება და გამორიცხულია არამედ მეექვსე თავი გაერთიანებების ორგანიზაციისა რომელიც ძირითადად სამშვიდობო ოპერაციებს ეკუთვნის და აქ უკვე მხარეთა თანხმობა არის საჭირო მაგრამ უკრაინას სრული უფლება აქვს საკუთარ ტერიტორიაზე და ამას დიდი ხანია მუშაობს რომ ჩააყენოს აქ ზუსტადაც რომ ან ევროკავშირის ან ნატოს ძალები ნუ ეკნებათ მას კი ბატონო მეხუთე მუხლის დაფარვა, მაგრამ აქ უკვე ერთი ფრანგული და ერთი ბრიტანული დივიზია სრულიად საკმარისია. გერმანიაშიც დაეწყობა პოლიტიკური სიტუაცია 23 თებერვალი შემდეგ, ალბათ სადღაც მარტში და არ არის გამორიცხული გერმანულ-ჰოლანდიური ქვედანაყოფების გამოჩენაც აქ თავარია ვინ გადადგავს ამ პირველ ნაბიჯს. დერს დავამატებდი კიდე ამ სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელების მონაწილეობა შეიძლება არ იყოს პირდაპირი, მაგრამ თუ კი პოლონეთში საბოლოო ჯამში ფორტი ტრამპი ამუშავდება, ეს იქნება ასე ვთქვათ ჰორიზონტის მიღმა მდებარე ის რეზერვი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყველას დაუკარგავს იმის მადას, რომ ზედმეტი ნაბიჯები გადადგა სამშვიდობო ოპერაციების დროს და აუცილებელი იქნება ამერიკული სადაზვერვო საშუალებების გამოყენება, უბრალოდ ინფორმაციის გამოყენება იმისათვის, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდეს. დაბოლო მინდა მოკლედ გითხოთ, ზოგადად როგორ სრულდება გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ობამას ადმინისტრაციის დროს ასეთი გადატვირთვის მცდელობა და ახლაც უფრო ასე ვთქვათ აქტიურად მიდის საუბარი რუსეთთან მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რას უნდა ელოდოს მსოფლიო ამ გადატვირთვის პოლიტიკის შედეგად? გადატვირთვის პოლიტიკა ყოველ შემთხვევაში თუ კი ცოტა ოდნავ ცივომში ჩავიხედავთ, ხო, არსებობდა ეგრეთ წოდებული ეპოქა დეტანტე, რომელიც იყო განმუხტვის ეპოქა. კარგი იყო მან ჰელსინკი მოიტანა ცალსახად, მაგრამ 1980 წელს ეს ყველაფერი დამთავრდა ისე დაახლოებით 5-8 წელიწადი გრძელდებოდა გადატვირთვის პოლიტიკა მაშინდელი. დიდი შედეგი არ მოუტანია, იმიტომ რომ მას მოყვა ავღანეთის აგრესია. და ბუნებრივია ყველაფერი ჯიმი კარტერის ადმინისტრაცია მაშინათვე დაამთავრა და ეს ის მომენტი იყო, როდესაც რონალდ რეიგანი შემოდის ზუსტად წინა ადმინისტრაციის კრიტიკით. მეორე გადატვირთვას, რომელიც ქალბატონი ჰილარი კლინტონით მონაწილეობდა აქტიურად საკმაოდ, პრაქტიკულად დიდი ვერაფერი შედეგი ასევე ვერ მოიტანა, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა და კიდევ უფრო გაუარესდა ვიდრე იყო. თავარი არის ყოველთვის გვახსენდება ჯორჯ კენიანის გრძელი წერილი, რომელიც მოშომა ვაშინგტონში გააგზავნა. აქედან მოყოლებული მე არ ამგონია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში რამე იყო შეცვლილი. როგორც იყო ექსპანსიონისტური, ისე დარჩა ექსპანსიონისტურად.